განვაგრძოთ გადაცემა, მოკლედ ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, გასულ ხართ ერთი ოთახიდან მეორეში კონკრეტული მიზნით, მაგრამ დაგავიწყდათ რისთვის, ან ერთხელ მაინც ახლიდან გამოსულ ხართ და გაგიფიქრებიათ, რამე ხომ არ დაგჭათ ჩართული. საწერკალამს ვეძებდი, სანამ შემოვიდოდი საწერკალმით ხელში. რომელიც თურმე აი მაგიდაზე იდო. არა, ხელში მეჭირა და სად დავდეთქო და ბოლოს მივხვდი რომ ამქო. კი ბატონო, ასეთ შემთხვევები ალბათ ბევრ ადამიანს ქონია, ასევე ქონია შემთხვევა, როდესაც გავსულ ვარ სახლიდან და ვფიქრობთ, ხომ არ დაგვრჩა ჩართული უთო ან მუნკადი მოშვებული და ასე შემდეგ. მოკლედ, რაზე მიუთითებს მეხსიერების დაბინდვის ეპიზოდები, დემენციის პირველადი ნიშნები, სტრესი თუ შფოთვა, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე შემოგვიერთდა, რომელიც ჩვენს კითხვებზეც გასცემს პასუხს და ამავდროულად გვასწავლის მეხსიერების სავარჯიშოებს, რომელიც შეგვიძლია რომ სახლის პირობებშიც გავაკეთოთ. დილომშვიდობის. მშვიდობის მოგესალმებით. მოკლედ ის რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს ერთხელ მაინც დამარცხნია ცხოვრებაში. რისი ნიშანია რეალურად ეს ყველაფერი? არის თუ არა დემენციის წინაპირობა, თუ არის ფოთვა ან სტრესის ნიშანი? როგორც წესი, მართლაც აქვს ერთხელ მაინც ნებისმიერ ადამიანს გამოცდილებაში, რომ არ ვიცი გავაკეთე თუ არა ესა თუ ის მოქმედება. ან შესაძლებელია მგონია რომ რაღაც შევასრულე, მაგრამ რეალურად დარწმუნებულობა არ მაქვს, ხომ? ეს როგორც წესი არის ფოთვიდან გამომდინარე დასაწყისში და ჯერადად თუ ვიტყვით ეს არის ჩემი აქ და ამჟამად დამოკიდებულებიდან გამომდინარე ფოკუსი მაქვს სხვა საკითხზე, სხვა უფრო მნიშვნელოვანზე შეიძლება და აქედან გამომდინარე ხდება. მაგრამ თუ კი ანალოგიური შემთხვევები ძალიან ხშირია და აქვს თუნდაც ყოველდღიური ხასიათი და მავიწყდება ყოველდღე მაგალითად სად დავდე ტელევიზორის პულტი ან სათვალე ან თქვენ როგორც თქვით ახლა კალამი შეიძლება მიკავია ხელში და რეალურად ვიწყებ ზებნას ხო? არ მოქვს ხოლმე ეს პრობლემა. უნდა თუ ყოველდღე ხდება ესეთი ტიპის ქცევები, ამ დროს საუბრობთ უკვე ქრონიკულ სტრესზე, რომელიც შესაძლებელია გადავიდეს, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე ფორმაში, რომელიც არის უკვე მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურთან ერთად არის ფსიქოსომატური და ორგანულიც. და ამას სჭირდება ცალკე დამატებით კვლევები. ყოველ შემთხვევაში დასაწყისისთვის ესე რომ შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, მეხსიერების პრობლემებს ახასიათებს განგრძობათობა და ახასიათებს უფრო მეტად ჩაღრმავება. მაგალითად, გართულების ნაწილში შეიძლება ეს იყოს, რომ დღეს არ ვიცი, თქვა რა გავაკეთე და გამორთე თუ არა და ხვალ შეიძლება იყოს, რომ აი აქ და ამჟამად რაც თქვი, უკვე ისიც დამავიწყდა და ეს უფრო უკვე რთული ფორმად ითვლება. კი ბატონო. მედიკამენტების როლი ამ ყველაფერში რეალურად შესაძლებელია თუ არა მეხსიერების დაბინდვის ეპიზოდები გამოიწვიოს რომელიმე კონკრეტულმა მედიკამენტმა მაგალითად? რა თქმა უნდა, მეხსიერების პრობლემები მოდის როგორც წესი, ისეთი მედიკამენტებისგან, როგორც არის ანტიდეპრესანტები, როგორც არის მათი ხშირი გამოყენება, შესაძლებელია ასევე გამოიწვიოს მედიკამენტებმა, რომლებიც ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე მუშაობენ და რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ნეგატიური უკურეაქციები. უბრალოდ მედიკამენტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს რომ არსებობს თუნდაც მეხსიერების გაუმჯობესების მედიკამენტები, მაგრამ რაღაც მომენტებში ისინიც კი არ მუშაობენ, იქიდან გამომდინარე რომ დიდი ხნით მათი გამოყენება იწვევს ჩვენს მიჯაჭვულობას, ადიქციას და ერთგვარად მათი მოქმედება უფასოვდება. თუმცა როცა დამოუკიდებლად იღებენ ხოლმე ამ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული დანამატები მიიღონ, სასარგებლოა, არაფერი მავნებელი ამაში არის და მე ძალიან ბევრი ვიცი, ვინც პროფილაქტიკის მიზნით გარკვეულ პერიოდებში ასეთ პრეპარატებს უსვამს. რამდენად სწორია საერთოდ დაუშვებელია პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ამან შეიძლება უფრო ნეგატიური უკავშირი გამოიწვიოს, ნეგატიური უკება და ექიმის ჩართულობის გარეშე და მე ვიტყოდი ფსიქიატრის ჩართულობის გარეშე, არა მხოლოდ ნევროლოგზე გავაკეთებდი აქ აქცენტს, ფსიქიატრის ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა რომ არ შეიძლება მედიკამენტების გამოყენება, იმიტომ რომ უნდა იყოს დოზა განსაზღვრული, უნდა ვიცოდეთ რა ერგება კონკრეტულ ადამიანს და რა ნეგატიური უკავშირები აქვს ამ თუ იმ მედიკამენტს. შესაძლებელია მეხსიერების პრობლემები დავაბრალოთ არასრულფასოვან ძილს მაგალითად. ხშირად მსმენია ასეთი რომ კარგად არ მეძინა და სწორედ ამიტომ მავიწყდება მთელი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი იმყოფება ქრონიკულ დაძაბულობაში, ქრონიკულ სტრესში, როდესაც მისი დღე იმდენად დატვირთულია, რომ უჭირს ფოკუსირება, ბუნებრივია, რომ იქ ხდება მეხსიერებაში წყვეტა და ერთგვარად თითქოს ტვინი იწყებს ამორჩევას, რა უფრო მნიშვნელოვანია და რა ნაკლები მნიშვნელობის არის და სწორედ ეს ნაკლები მნიშვნელობის ხანდახან დეტალები ამოვარდება ხოლმე ჩვენი მოკლე მეხსიერებიდან. რა ადამიანს აქვს მეხსიერების სამი ბლოკი, ეს არის ხანგრძლივი მეხსიერება, ხანმოკლე და სენსორული მეხსიერება. და სენსორული მეხსიერება არის 15 წამი დაახლოებით, ეს არის შეხებითი მეხსიერება, რომელიც გვახსოვს რამოდენიმე წუთი. ხოლო ხანმოკლე მეხსიერებაში გადადის ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება იმ მომენტში, ეს შეიძლება იყოს ტელეფონის ნომერი ან კონკრეტული კოდი, სანამ შევიყვანთ.
და ხშირ შემთხვევაში დასწავლის პროცესზეც ვამბობთ ხოლმე, რომ ხანდახან მოსწავლეები, სტუდენტები სწავლობენ ხანმოკლე მეხსიერების ხარჯზე. მხოლოდ იქამდე რომ ჩააბარონ გამოცდამდე ხოლმე, ხო? ხოლო ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საჭიროა. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაფილტრა უწევს twins და წარმოიდგინეთ, თუ კი მუდმივად უძილობაში იმყოფება ადამიანი, მუდმივად დაღლილია. ძალიან ცოტა ინფორმაციას გადაისვრის ის ხანგრძლივ მეხსიერების ბლოკში და შესაბამისად გვიჭირს აღვიდგინოთ ახალი მოვლენები. როგორც წესი, ასე დროს ადამიანებს ახსოვთ ძველი მოვლენები, ბავშვობა, ახალგაზრდობის ნაწილები, მაგრამ აი ეს ბოლო რამოდენიმე თვე, 6-7 თვე შეიძლება ძალიან ბურუსით იყოს მოცული და კონკრეტული ფაქტების არ ახსოვდეთ. კი ბატონო, აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი 21 საუკუნეში და ჩვენს ეპოქაში ბუნებრივია მას შემდგომ რაც ინტერნეტიც გაჩნდა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ინფორმაცია რეალურად ჩვენს ირგვლივ და ტელევიზორის საშუალებით თუ ინტერნეტის საშუალებით დღის განმავლობაში ძალიან ბევრ სხვადასხვა ახალ ინფორმაციას ვიღებთ. ეს ყველაფერი რეალურად არის პრობლემა მეხსიერების პრობლემებთან დაკავშირებით ქმნის რაიმე წინაღობას? შეგვიძლია განვიხილოთ როგორც წინაღობა და როგორც დამატებითი თასკი თავის ტვინისთვის, რომ შეასრულოს კიდევ რაღაც დამახსოვრება და გადახარისხება, რა ინფორმაცია ჭირდება და რა ინფორმაცია არ. რა თქმა უნდა, სკროლვას ამ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საკმაოდ აქვეითებს ყურადღებას, საკმაოდ აქვეითებს კონცენტრაციის უნარს და გადადის ერთგვარად ტექნიკურ ქცევაში, რომლის დროსაც აღქმა აბსოლუტურად არ არის თითქმის ჩართული და აი ასტრაფებული დამოკიდებულებაც თუნდაც rilsები, რომლებიც ძალიან მოკლეა და 15 წამში ძალიან დიდი ინფორმაციას ვიღებთ ხოლმე, ხომ? ეს როგორც წესი მეხსიერებაზე მოქმედებს საკმაოდ ნეგატიურად. იქიდან გამომდინარე გავარჯიშება. ამოიცნობს სამწუხაროდ ახლოს საკუთარ თავს. კი ბატონო, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ მაგალითად მეხსიერების პრობლემები გვაქვს, თუნდაც ისეთი, რომ დაგვავიწყდა მაგალითად გამოვხდეთ თუ არა უთო სახლში, ეს იყოს სკროლვის, ხშირი სკროლვის დამსახურება. ერთგვარად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლებელია ეს იყოს ამის გავლენა. გარდა ამისა შესაძლებელია, როგორც აღნიშნა უკვე იყოს სტრესის ფაქტორი და ამავე დროს შეიძლება იყოს აქ ჩემი შინაგანი ფოთვები შეიძლება აქ წინ უსწრაფდეს პანიკური შეტევებიც, რომლებიც როგორც წესი მიბიძგებს ხოლმე მეხსიერების დარღვევები წამოვიდეს. ხოლო ეს გამოვხდე თუ არა და ესეთი მომენტები, რომელიც საყოფა ცხოვრებაა, ძალიან მარტივად გასავარჯიშებელია სახლის პირობებში, თუნდაც პატარ-პატარა სავარჯიშოებით, რაც არის გავაჟღერო ხმამაღლა, მაგალითად გამოვხდე უთო, გავთიშე ტელეფონი. როგორც კი ამას ხმამაღლა ვამბობ და ვაფიქსირებ, ჩემი ტვინი უფრო მეტად აღიქვავს და ხდება გახსენება. ან შესაძლებელია უფრო რთულ ფორმაში, თუ კი მაინც ეს სავარჯიშო მერთულება, გავაკეთო ნებისმიერი ტიპის აქტივობა, მაგალითად გამოვხდე ტელევიზორი და შემდგომ ამისა ვიცოდი, რომ ეს ბეჭედი მაგალითად გადავიტანე მეორე ხელზე. და უკვე ვიცი, რომ დავხედა, რომ სხვა ხელზე მიკეთია, ნამდვილად გამოვხდე. ანუ სხვადასხვა ტიპის ღუზა შეიძლება გაიჩინოს ადამიანმა თვითონაც სახლის პირობების ნაწილში. გარდა ამისა, არსებობენ სავარჯიშოები, რომლებიც შეიძლება აკეთოს ადამიანმა ყოველდღიურად და ერთგვარად პრევენცია იყოს მეხსიერების დარღვევებთან მიმართებაში და ასაკთან მიმართებაში თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, დემენციის წინაპირობები, როდესაც არსებობს ადამიანებთან, არის მოცემული ვარჯიშები, რომლებსაც სახლშიც აკეთებენ და სპეციალისტებთან ერთადაც. ეს ვარჯიში შეიძლება ერთის მხრივ იყოს ის იმდენად დამხმარე და მარტივი, როგორც არის მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ერთ-ერთი ესეთი ყველაზე კარგი და ნამდვილად ისეთ სასარგებლო უნარია. კი ბატონო, ჩვენ ახლა რეალურად რამდენიმე ვარჯიში უკვე გავანდეთ ტელემაყურებელს, ხო, თქვათ რაღაც გარკვეული ნივთების ერთი ადგილიდან მეორეს გადატანა, რომ ამით მივხვდეთ პირობითად ეს კონკრეტული მოქმედება შევასრულეთ თუ არა. თუმცა რაც მარიამმა აღნიშნა, ძალიან ხშირად ჩვენი საკმაოდ ისეთი აქტიური დღის განეგინა გამომდინარე, სტრესიდან გამომდინარე, უძილობიდან გამომდინარე, ამ დავიწყებულ მოქმედებებს რაღაცებს ვაბრალებთ. არ გვიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე ვთქვათ იმის თქმა, რომ შეიძლება რაიმე პრობლემასთან მქონდეს საქმე. როდის უნდა მივხვდეთ და როდის უნდა მივიდეთ სპეციალისტთან, აი რა მომენტი არ უნდა გამოგვეპაროს. პირობითად დავისვენეთ და ვხვდებით, რომ კიდევ რაღაცა სად არის წერტილი, რომლის შემდეგაც უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დროა მივიდეთ, ვინაიდან მეხსიერების სავარჯიშოების კეთება ძალიან ხშირად გვინახავს, რომ გამოსწორების გზაზე ამ პრობლემას აყენებს.
რა თქმა უნდა, თერაპევტთან მისვლის საჭიროება უკვე ჩნდება მაშინ, როდესაც ცხოვრების პირობებში მეშლება ხელი. როდესაც ისა თუ ის ქცევა ნამდვილად მაზიანებს და აღქმაში მაქვს, რომ ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდება თუნდაც იმაში, რომ გავიხსენო სხვადასხვა მომენტი და მოქმედება. მიუხედავად ჩვენი დღის განრიგისა? რა თქმა უნდა, მიუხედავად დღის განრიგისა, თუ კი მე დღის მანძილზე ორჯერ ან სამჯერ მაინც მაქვს განცდა, რომ მეხსიერების ნაწილში რაღაც დამავიწყდა, არ ვარ კომფორტულად, მიჭირს სრულიად ვიყო ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ასე დროს თერაპევტები ერთვებიან. და ნახეთ, შეიძლება აქ საერთოდ არ იყოს მეხსიერების პრობლემა და იყოს სტრესის იმდენად მაღალი დონე, რომ იმის ცვლილებით თერაპევტთან ერთად მოხდეს აბსოლუტური მოხსნა დამატებითი სიმპტომის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მეხსიერების დაბინდვა, დავიწყება სხვადასხვა მომენტების ამოვარდნა თეთრ ლაქებს, რასაც ვეძახით ხოლმე, თუნდაც გეშტალტისტები, შეიძლება იყოს სტრესი, ისე ძლიერი სტრესის ძალიან ისეთი მკაფიო, კარგი სიმპტომი და კარგს შეგნებულად ვამბობ, იმიტომ რომ ეს სიმპტომები მაჩვენებენ მეც და ჩემს კლიენტებსაც, რომ რაღაც სასწრაფოდ შესაძლებელია. და აქ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების ხარისხი, გამოკეთდეს ძილიანობა, ჩაერთოს ფეხით სიარული ადამიანის მეტი კონტაქტი თუნდაც ბუნებასთან, ხო? და ესეც ერთგვარად დამხმარე მექანიზმია ხოლმე. გონება რომ გავავარჯიშოთ სახლში, აი იმისთვის კონკრეტული ვარჯიშებიც რომ გვასწავლოთ, გარდა იმისა, რომ მაგალითად ბეჭედი ერთი ხელიდან მეორე ხელზე გადავიტანოთ. თუ არსებობს რაიმე ისეთი მარტივი სავარჯიშოები, რაც შეგვიძლია რომ სახლის პირობებში შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ასოციაციები არის ძალიან კარგი სავარჯიშო, სხვადასხვა ნივთის გახსენება ასოციაციით და ასოციაციებით დამახსოვრების ნაწილიც არსებობს. ასევე არსებობს დათვლის ნაწილი და ვიცი რომ მაგალითად, როდესაც რაღაცას მეცადინეობ, ან მინდა რომ ინფორმაცია კარგად დამახსოვრო და შეიძლება შეუსაბამო მას კონკრეტული რიცხვი და როდესაც წარმოვიდგინო შემდგომ მოყოლის დროს რომ ვსეირნობ მე ჩემს თუნდაც ოთახში, ბაღში, სადაც ჩამოვთვლი რიგრიგობით რა ნივთები არის და იმ თითოეულ ნივთზე მიბმული ინფორმაცია იწყებს გახსენებას. ეს არის ლოკის მეთოდი, რომელიც საკმაოდ ცნობილი მეთოდია დამახსოვრებაში. გარდა ამისა, იმისთვის რომ გავამჯობესო მეხსიერების ხარისხი, როგორც უკვე ვახსენე, ძალიან კარგია მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, ხატვა, ძალიან კარგია ძერწვა, ტაქტილური ნაწილი, სადაც არის ხელები ჩართული, ძალიან კარგია და ძალიან ეხმარება ქარგვის ნაწილი, ქსოვის ნაწილი ადამიანს და გაგიკვირდებათ და ხეზე მუშაობა. როდესაც ადამიანი აკეთებს ხეზე სხვადასხვა ფიგურის, ასე ვთქვათ, გამოკვეთას, ესეც ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციას და ესეც აიძულებს ჩვენს თავის ტვინს, რომ უფრო მეტად მობილიზებული და ჩართული იყოს. ამიტომ ნებისმიერი აქტივობები, რომლებიც დაკავშირებული არის ერთის მხრივ ტაქტილურ შეგრძნებებთან, ანუ სხეულებრივ შეგრძნებებთან და მეორეს მხრივ არის დაკავშირებული გონების სავარჯიშოებთან, იქნება ეს კროსვორდები, სუდოკუ თუ ნებისმიერი ამ ტიპის სავარჯიშოები ძალიან დამხმარეა ხოლმე. იც რა მაინტერესებს, ხშირად, უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენთან ასე ხდება ხოლმე, რომ სანამ რაიმე რეალურად არ შეგვაწუხებს, მანამდე თან ძალიან არ შეგვაწუხებს, მანამდე არ მიმართავთ სპეციალისტს. არის რაიმე ვთქვათ ისეთი საინტერესო ხერხი პირობითად ბავშვებისთვის, რომ თან მათი გონების გავარჯიშება მოხდეს და თან ეს არ იყოს ბავშვებისთვის მოსაბეზრებელი, იმიტომ რომ ხშირად გვინახავს, რომ უმეტესად პატარა ასაკის ბავშვები ვთქვათ ანიჭებენ უპირატესობას დღეს მით უმეტეს სხვადასხვა ასე ვთქვათ, ხო, უმოძრაო აქტივობებს და გაჯეტებზე მინჯაჭვული თაობაც სამწუხაროდ ყავს, რომელსაც ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, რომ რაღაცნაირად მათი გონება და სხეული უფრო აქტიური გავხადოთ. რა თქმა უნდა, არსებობს ეს ტიპის სავარჯიშოები, ეს არის არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დასრულებისთვისაც, მაგალითად არტ-თერაპია ამას იყენებს ძალიან წარმატებულად. წარმოიდგინეთ, რომ უნდა შექმნათ ცხოველი, რომელიც არ არსებობს და არასდროს არ არსებულა და ყველა ჯერზე, როდესაც ხატავს ბავშვი ამ ცხოველს, ქმნის სხვადასხვა ცხოველის შეიძლება იყოს მიქსი, სხვა ცხოველის თავი ქონდეს, სხვა ცხოველის ხელი ქონდეს და ამ შემდეგ. ეს ფანტაზიას აღუევს და რა თქმა უნდა, თავის ტვინს უფრო მეტი ჩართულობისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ძალიან კარგია და კარგად მუშაობს ლეგოს ტიპის სათამაშოები, რაც არის კუბიკებით აწყობა და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სტრუქტურის შექმნა. ასევე ძალიან კომფორტულია და ბავშვებისთვის არამოსაბეზრებელი კინეტიკური ქვიშით თამაში და ამასთან კონტაქტირება და ამავე დროს თიხის ნაწილი, იმიტომ რომ თიხის ნაწილი გვაძლევს გამყარების საშუალებას და უფრო მაღალი კონცენტრაციის არის, ვიდრე ნებისმიერი ქვიშით ან პლასტელინით მუშაობა.
დასრულების შემთხვევაში თუ ვიტყვით, აქ ცალსახად მოდის ის, რომ სხვადასხვა ფანტაზიებით, სიტყვებით შევქმნათ უნდა სხვადასხვა ზღაპრები. ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი სიტყვები ისე დავაკავშირო, რომ გამოვიდეს საინტერესო წინადადებები. ნახეთ, თითქოს ძალიან მარტივი სავარჯიშოებია და არაფერი ისეთი, მაგრამ ყოველდღიურად 2-3 ასეთი ტიპის სავარჯიშოს გაკეთება არის პრევენცია იმის, რომ ჩვენი მეხსიერება იქნება მუდმივად გაუმჯობესებული და არ წავა ვთქვათ დემენციური ფონისკენ. რამდენად სწორია მაგალითად მე ძალიან ხშირად მე და ჩემი მეგობარი ბავშვობაში მახსოვს თამაშობდით 10 წამის განმავლობაში ვჩერდებოდით ოთახში, ვაკვირდებოდით ნივთებს და 10 წამის შემდეგ გამოვდიოდით და ერთდროულად ვიწყებდით წერას იმ ნივთების, ოღონდ დეტალურ აღწერას, თქვათ ფერის და ზომის მიხედვით, რაც დავინახეთ და ვისაც უფრო მეტი ჰქონდა, ის ვიგებდით ხოლმე და. რა თქმა უნდა, სავარჯიშოა ერთ-ერთი აღქმის და ასეთი ტიპის სავარჯიშოები შეიძლება იყოს, რომ ჩამოთვლით მიმდიოდეს ნივთები, თან მიმდევრობით, ან ფერების მიხედვით და შემდგომ ვინ რამდენს დაიმახსოვროს და აქ პერსონალური რეკორდების არსებობს. ინფორმაცია, რამდენიმე წინადადებიანი ტექსტი მაგალითად და სხვადასხვა ადამიანს უნდა გადასცეს ინფორმაცია და საბოლოო ჯამში როგორც წესი ეს კომუნიკაციის სავარჯიშოში გადადის ხოლმე, როდესაც ერთი ტიპის ინფორმაცია შემდგომ დამახინჯებული სახით უბრუნდება ადრესატს. როგორც წესი ჩვენ მაინც გვაქვს ინტერპრეტაციების, ასე ვთქვათ, ძლიერი მოთხოვნილება. ეს არის მეხსიერების პრობლემა, როდესაც მართლაც ინტერპრეტაციის მოთხოვნილება გვაქვს, არ არსებობს რაღაცა ტექსტი, რომელსაც ადამიანი იდენტურად გაიმეორებს. ალბათ ეს არის მეხსიერების პრობლემა, შეიძლება ჩავთვალოთ რა იმ არა, ვერ ჩავთვლით ამას მეხსიერების პრობლემად. ეს არის ჩემი მოთხოვნილება, ჩემოვიტანო საკუთარი თავი, ჩემი პროექციები შევიტანო ამ სიტუაციაში თუ სიუჟეტში. აქ არანაირი კონტაქტი იმას, რომ დამავიწყდა ტექსტი, რაც მითხრეს, არ აქვს. ფოკუსირებული ვარ იმაზე, რომ დავიმახსოვრო, მაგრამ ესეთი ძლიერი ფოკუსის დროს მე მინდა თუ არ მინდა უნებლიეთ მომდის შეგრძნებებში, რომ ჩემი ფანტაზიით რაც დამამახსოვრდა, რაც ჩემმა თავის ტვინმა აღიქვა და რაც ჩემს გამოცდილებაში არსებობდა, ის შემოვიტანო და როგორც წესი არის ხოლმე თითქმის ყველა ტექსტი განსხვავებული ორიგინალისგან. ინტერპრეტაცია გასაგებია, აი არ ვიცი ესეთი შემთხვევა ხდება თუ არა, თუ მაგალითად სრულიად შინაარსი ავიწყდება ადამიანს, აი რაღაცა კონკრეტული ტექსტი მოვისმინე და მეორე წამს აღარ გვახსოვს საერთოდ რაზე ვსაუბრობდით. აი ასეთი რამ თუ ხდება. ამ შემთხვევაში სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია, იმიტომ რომ აქ უკვე გარკვეული ტიპის შეიძლება ორგანულ დაზიანებასთანაც ჰქონდეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ესე ყველანაირად დავიწყება ერთ წუთში ტექსტის, როგორც წესი, მიუთითებს უფრო მეტად ღრმა დაზიანებაზე, ვიდრე ეს არის ფსიქოემოციური ფაქტორებიდან გამოწვეული. კი ბატონო. საზოგადოების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია, თუ მაგალითად ადამიანს აქვს აი რაღაცა კონკრეტული პრობლემები, მაგალითად მეხსიერების დაბინდვა ან უფრო მნიშვნელოვანი და რთული პრობლემები, როგორც თქვენ ახლა ახსენეთ, აი რამდენად მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა აი ამ პროცესში. არსებითი მნიშვნელობის არის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც უფრო რთულ ფორმებზე საუბრობთ, იქნება ეს დემენცია, ალცჰაიმერის სინდრომი, რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართულობა, გვერდში დგომა, ემპათია, იქიდან გამომდინარე, რომ ნერვული სისტემა ისედაც დაზიანებულია, ადამიანი უფრო მეტად მოწყვლადია ასეთ დროს და დამატებით კიდევ თუნდაც ფუშინგი იმაზე, რომ რატომ არ გახსოვს, ან იქნებ გაიხსენო, ან ჩვენი ძალიან კეთილი დამოკიდებულება ხოლმე, რომ გაგახსენო მე რაღაცეები, ხო? ეს ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ნეგატიურია. ასეთ დროს მოთმინებით ყოფნა, გვერდში დგომა, ემპათია არის წამყვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, ახლობლებისთვის შეიძლება ეს ცალკე ვთქვათ, რომ ეს არ არის ადამიანის თავისი ქცევა, ეს არ არის არჩევანის ნაწილი, ეს არის ბიოფიზიოლოგიური პროცესი, როდესაც მათ სჭირდებათ ხარდაჭერა და არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ტექსტი, გამამხნევებელი ტექსტი, რომ შენ შეგიძლია დაიმახსოვრო და ყველაფერი კარგად არის, არ მუშაობს, უფრო ნეგატიური უკავშირებიც გვაქვს. კი ბატონო, ასაკთან ერთად თუ იმატებს ეს პრობლემები და თუ არის საერთოდ მეხსიერების პრობლემა და ასაკი კავშირში. რომელ ასაკშია ყველაზე ძიმედ გამოხატული? როგორც წესი ჩვენ სიბერესთან ერთად ვსაუბრობთ, რომ მეხსიერების პრობლემები დგება. მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალური, აქ დამოკიდებული არის გენეტიკა, ცხოვრების ხარისხი, ადამიანის ჩართულობა და აქტივობა, რაც უფრო მეტად პრევენციის მექანიზმებს მიმართავს ადამიანი, მით უფრო მაღალი შანსი არის იმისი, რომ მეხსიერების პრობლემები მასთან არ დადგეს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კი აქ არის საუბარი, რომ გენეტიკურად განპირობებული ფაქტორებია. თუნდაც, თქვათ, ალცჰაიმერის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული ვარჯიშები, რომლებიც გადაავადებს თუ სრულიად
არ დაეხმარება ასეთ დროს. თუ მაგალითად გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული ეს პრობლემა, არის თუ არა შესაძლებელი ფსიქოთერაპევტის გარეშე ამ პრობლემის დაძლევა ასეთ შემთხვევაში? როცა გენეტიკურ ფაქტორებზე საუბრობთ, აქ ფსიქიატრი, ნევროლოგი ერთვება ყველა შემთხვევაში და მხარდამჭერი შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი. სახლის პირობებში სამწუხაროდ აქ ფიზიკურად ვერ მოხდება მუშაობა, იმიტომ რომ მედიკამენტოზური ჩართულობის საჭიროება ყველაზე მთავარია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი. საინტერესო საუბრისთვის. ძალიან საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც იმედია არასოდეს არ დაგჭირდება.